ზურიკო შენ იცი ესა ამ წესით გაკეთებული ბადრიჯანი. ბრავა არ ვიცი კაცო. ზოგი ამას გურიაში შეკინკილებული ბადრიჯანს უთხარით, აწეწილ ბადრიჯანს ეძახით, აჩეჩილ ბადრიჯანს ეძახით, მაგრამ რაც არ უნდა იყოს ყველა კეთდება ეს ამ ერთი წესით. ეს არის ყველაზე ჯანსაღად მომზადებული ბადრიჯანი, იმიტომ არანაირ ცხიმში ეს არ იწვება. ბადრიჯანს როგორც გავრეცხავ და მოვაჭრეთ ხუნწებს, უბრალოდ გავსერავთ, ჩავაწყობთ ტაფაში, ცოტა შეიძლება ოდნავ წყალი, ესეთი ნახევარ ჭიქაზე ნაკლები მოვაცხადეთ, დავახუროთ თავზე მჭიდრო სახურავი და 4-ში უნდა გარბილდეს. აი შეხედეთ, როგორც ესე გარბილდება, შეგრდება თუ არა, როგორც ლეღვი ისე გავარჩევ. შეხედეთ? და რა მიყვარს ინო? ისე იგი ახალი შემწვარიც მიყვარს, გინდა ნიორი წაცხებული, გინდა კინძი და შემწვარი ბადრიჯანი იწოს ძალიან ბევრზე. ძალიან. და მე თუ არ საწურზე თუ არ დააწყვე შემწვარი ბადრიჯანი და ის ცხიმი არ გაეცალა ძალიან ის გამოდის ზეთიანი. ამიტომ ასე მგონი უფრო ჯანსაღი საკვები იქნება. ეხა ხო იცი? ესე იგი შეკინკილებული ბადრიჯანი. შეკინკილებული ბადრიჯანი. უცხოელები ხო გიჟდებიან იბზიან ბადრიჯანზე, რო ჩამოდიან, ვინც გასინჯა, ყველა აღიარებს, რომ ყველაზე მეტად მოეწონათ ხაჭაპური და ნიგზიანი ბადრიჯანი. ხოთა შორის ხაჭაპურს ისე არ წყალობენ, რაფერს ნიგზიან ბადრიჯანი. გერმანელები ასე არიან. ესეც ნიგზიანი ბადრიჯანია. უღოდ უბრალოდ ფორმა იქნება სხვა და აი ზეთი და ზედმეტი ცხიმები არ მიყვება. რა მიყვარს ინო? აი ეხლა გავაკეთებთ მაგას, სუნელი გამზადებული მაქვს. მაგასთან ჭადი გვინდა ხო? აუცილებლად. აი ამას უნდა ჭადი. შეხედე როგორ ვაცლით. რაფერი რჩევა მართლა? კი ბატონო. სუდი სანახავია ის. ხო, მაგრამ ეცი რა არის? ეს უხდება თან სუხან ბადრიჯანს, რა დიდი და მსუქანია ბადრიჯანი. აი წვრილები მქონდა დღეს. ხო, დღეს წვრილები იყო, რატომაც მოკლე მარა უშავს მაინც. იცი რა, უკვე არის შემოსული ქართული ბადრიჯანი. კი ბატონო. მარნეულის ახლა, მაგრამ მე არ მაქვს დარგული წერს. არა გაქვს ბადრიჯანი შე. ერთი 10 ძირი კიდე ავრგე, მაგრამ ჯერ ამხელები ასხია და ვაცალე იმას და აგი მარნეულის ბადრიჯანია თათრის ქალისგან ვიღით. აგერ ჩვენთან დგება მოდის პირაობით და მარნეულიდან მოა ყველაფერი ჩემია ვიძახის, მაგრამ იმდენი მაგას რა უთხრა. ისე მართლა რა საინტერესოა ეს მოსავალი მარნეულში თვითონ მოყავთ ამდენი? მაგრამ დიდი მინდვრები გია. იგი მაგენისნაირი შრომელი ვინაა ნინო? სუდი სანახავია ისეთი ნინო მაი. კი ბატონო. დასანახად არ ვარგა. არ ვარ დასანახად. მინდა აკინკილებული ბადრიჯანიო დაბა. რა ვიცი ყველაზე ჯამფერი და კაიაო შენ თქვი და შენ ცაბობ რომ მიყვარს ეს შესრულება. ყველა მე ბადრიჯანი მიყვარს ყველანაირად. უბრალო შემწვარი და ნიორ წასული. იждები ახალ შემწვარი რომ ათფილი. თურქების სამზარეულოში, თურქებში ბადრიჯანი არის ძალიან მთავარი ამბავი. თურქმა დიასახლისმა 40 უნდა იცოდეს 40 რეცეპტი. ბადრიჯნიანი. ბადრიჯნის. ბარე მისი წვი ჩემო ბატონო ჩანახის დამკეთებას რომ ეძებ კარგი ჩანახი. ჩემი მასწავლებელი რომ ანიჭელი და იცის სასწაული. ცხვრის ჩანახს აკეთებ გაგიჟდები. მე გააკეთებ. არ მიყვარს ცხვრის ხორცი და არ მევიკალი თავი იმ დღეს მელაპარაკა და არ დავპატიჟე იმისა რომ მე მანდამაინც ცხვრის ხორცი არ დავიყოლე. მე გაგიკეთო ხმოს ხორცი. ცხვრის მაგივრად იხმარო ხმოს ხორცი. ისეთი გატაცებით ლაპარაკობ შეიძლება გაგიჟდე. ხოზე გააკეთეთ რა ნადი გემრიელად გააკეთეთ თან. თორე გვიკარნახოზე ჩვენ გავაკეთო. შენ არ გაკეთებია ჩანახი? კი როგორ არ გამიკეთებე, მაგრამ მაგასაც უნდა თავისუფლად ვერ დევიჩებებ რომ აი მაგარ ჩანახს ვაკეთებ. ჩანახის გამკეთებელი თვალები არსებობენ. აღმოსავლეთში და დასავლეთში არ იციან. არ იციან. მე ისე გავიზარდე ჩანახი არ მიჭამია. შენ იცოდი დასავლეთში? არა, მე თბილისში. მე თბილისში ვჭამე პირველს. ნინო ვარ გახლა აი ხახი რო უჭრი? კი ბატონო, მაგას ხელში მას ვისა მარილი. მოკლავდა. ნინო ამას კიდე რა უნდა? კინძი მაგ აგერ რაფერი აყვავებული ნახია. კინძი უნდა უცილებლად. კინძი, მიგი უნდა? აუცილებლად. ყვითელი ყვავილიც უნდა? კი, დაჭრე ხომ მაგასაც ყვითელი მეებით ჩავაყრე. ნურა ნახე რამდენი კანი გავაცალეთ ამას და რაც უკა დარჩე, ხედავ? რამდენი ბადრიჯინიდან კი. მაგრამ ჩათვალე რომ ყველაზე ჯამთელი ნაწილი ის წმენიც გაუვიდა. ბევრი რამდენი წყალი გაუშვა. აი ეხლა ამას კიდე ფერი ნაზად დავწურავ. შემოგატანო. ბადრიჯანი ისე ღრუბელივითა. ხო, დიდი წყალია. ბევრი წყალი აქვს. ხომ გეგონება მშრალიაო, მაგრამ არა მშრალი. ქვეყნის წყალია. ზურა, ეხლა 2-3 ცალი ყვავილით დამიჭერე, ოღონდ მინდა ყვავილი თვითონ დაჭრილი. ფოთოლი არ გინდა ზაფრანი? კი, მინდა. ზაფრანის ფოთოლიც გვაქვს ჩვენ. აგერ მაქვს. ამას წვენი გაზდის, ეხლა და უნდა გავწურო ზურა. პატარა ჯამი მინდა რაზეც წვენს დავწურავ. იმაზე ქენია ბადრიჯნიანი. კაი ხედავ?
და მაგის გამოყვანა კაია რომ იმაში გემრიელი გამოვა. რა თქმა უნდა, ზედმეტი წვენი რა თუნდა შესუნერული ბადრიჯანი. და ამასაც ნაი. მაი მარილი მარკნა. სალმანის ყვავილს გიჭრი, დაგიჭრა? ყვავილს არა, ფოთოლს. კი, აუცილებლად, ზურა. მწვანე ფოთოლი. კი ბატონო. ისე გურიაში არ მახსოვს რომ და ჩემი ყვითელი ყვავილი, ზურა. ყვითელი ყვავილის ფოთოლია. არა, ყვითელი ყვავილი თვითონ რო დამიჭრა ის ხმელი. ყველი რა ფერ დავჭრა რაღაც დავნახო. არა, დაჭერი ისა, რამდენადაც შეძლებ, თუმცა დამიჭერი. აი, და მამაზე თვლებივით ჩანს მე იმაში და გემოსაც აქვს. აი ეს არის წინასწარ გამზადებული ჩვენი სუნელი. სუნელი რომელსაც ბანკებით ვყიდით, დიახ, ხილი. ხილიანი ხო. ნინო, შენ არ ეთანხმები მაგ მოსაზრებას რომ ხილი გაჭირებისაა, ხო? არ ვეთანხმები, იმიტომ რომ ეგ არის სამზარეულოს გურული ნამდვილად გურული სამზარეულოს აწილია და ახლა ნიგოზიც კი არ არის კაცო ცუდი და მშვენიერი გემოს აძლევს მაგრამ მე სულ მეგონა რომ ნიგოზი რახან არ გქონდა და ჭირდა, ამიტომ იყო ხილი თუ არა ისე. რა გამოვა ნინო? გემრიელი არის ნამდვილად. ერაფერ სიტყვით შემობატო. მეტი არ იჭრება აი ხმელია რა. არა უშავს. კიდე რა უნდა მაგას? არაფერი. ეხლა შენ ამას მარილი გამისინჯე და უნდა დავამატო, იმიტომ რომ მე ბერს ვიჭავებ. რატო ვერ შინჯე? ეხლა მარილი არ აქვს მე მგონი ამას საერთოდ და ციტაკასაც დავამატებ იმის მიხედვით. აი იცაკა სულ არა აქვს მაგას ნი. ის მინდა რა. რამდენი არ გინდა დავამატებ. ზურად დაჭრილ ქიმზიც მინდა. მარილი არა, ხო არა? უყო მარილი? გადასარევია. ციტაკა. ცოტა ციტაკას უნდა, ცოტა მარილის უნდა. ძმარი არ უნდა? ძმარი უყავი და თუ მეტყვი დავამატებ. მე მგონი ცოტა უნდა. ნინო მოუკვდებით ამდენი ძმარი არ უნდა. კაცო ხო მითხარი აკლეო და არ დამემატებინა ხო ეხლა. მაგრამ 1 ლიტრა. რა სოდეს არ მიქნია ვეხა. მაგრამ მე მგონი მოუხდება, თა შენი ბოსტის არის, ხო? მე აი ამ ადრიჯანს ხდება და ამას ეხლა დავამატებ და ცოტა ფერსაც მიცეს. ამას. აი, შენი ჭირვე წვრილად დაჭერი უწოდე, წვრილად. რაფერ მომიმსახურე ერთი ნახე. წვრილად. დღეს მე მონასავით მამუშავე. იგენი რომ არიან ტყვეები, ტრეფიკინგი. თუ რამე იყო წვრილად დასაჭრელი და დასაკები ყველაფერში მე. წვრილად ძალიან. ხო, შენ კამანდები გიეცი. ნუ იცინი ახლა. ეს მე ვიქნები უფროსი რა მოხდება. ხეხარ. როის არ ხარ შენ უფროსი? ყველას გონია მე ვარ უფროსი, ამ დროს შენ ხარ. დღეს სული ამომხარ. ული ამომჭა. ზურგო შეხედე. ო, გეიცინებ, გენახოლე, რეიზ არ გეიცინებ. შენ ლამაზე დამიჭერი, მაგრამ თავზე მოვარ. დეტა. ნათია ჭადი ხო სქელია დაკრული სქელი. თვარესავით. დევების პორცია, ნინო, აი, ეყოფა ქორწილს. ნინო, შენ სახში ყველა დიდვანები ხომ იყავით, დედაც, მამა. ყველა. და ჩემი ბებია იყო ამ ხელა. ფილთაქვის ხელა. კარგი, მომეცი ახლა. რა გეყოფათ ხალბატონო, საკმარისია. დიახ, ამათ ხახოლ ხარ მოაჭრა დეიდა. აღარ უნდა. ახლა ბევრია ისედაც. არ გამევიდა ტორტივიცა? ტორტივა. რა კაია. ეს სტუმრები მყავს და თავს მე ვიწონებ ნინო. აი რა. კაპრანჭული ვაკელი ქალები მოდიან. ბაიმე საჩემიწია. იცი რა, კაი ჭამას ყველა ხდება, ვაკელიც და ვაკელიც და სოფლელიც. აი, კაი გემო ყველა მის. ძალიან. რა კაია? კარგია. კაია. დეივანი, ახლა და ერთი რამე გავაკეთოთ კიდო, ბარე მოსული ხარ ეს. რაც გაგიხარდება. იჩენი. შენ არ იღლები არასდროს? არა. სამზარეულოში არა. ასე ხალხ ათკერი არ ეზარებოდეს. სულ დღე ღამე ქორწილი შეუძლია გამზადოს მარტო, თერაპია მინახავს. არც ეზარება. ერთ თვალს არ შეიხრის წარბს. ნინო გავაკეთოთ. ი გავაკეთოთ. აი გავაკეთოთ. რა მენაღლება? გავაკეთოთ.